მოგესალმებით ყველას, მედია კავშირი ობიექტივი და გადაცემა პროფესიონალები და საზოგადოება აგრძელებს თქვენთვის მაუწყებლობას. პირველ ყოვლისა დღეს მთავარანგელოზობა გილოცავთ ყველას, ვიდრე ჩემს არაჩვეულებრივ სტუმარს წარმოგიდგენდეთ, მინდა დიდი მადლობა გადაუხადო ვიდეო მასალის მოწოდებისთვის საზოგადოებრივ მაუწყებელს, რომელმაც მოგვაწოდა სამუშაო მასალა და რომელზე აგებულ ვიდეო ჩანახატსაც თქვენ ჩვენი გამოშვების მსვლელობისას იხილავთ. 14 ნოემბერს თბილისში აკაკი ხორავას სახელობის მსახიობის სახლში შედგა ულამაზესი პრემიერა წარმოდგენა სპექტაკლისა სახელწოდებით საეთნოვა, რომელიც დასწორედ ამ სპექტაკლმა გახსნა განახლებული ერთი მსახიობის თეატრი, რომლის სახელწოდებაც დღესდღეობით არის და ასე იქნება ალბათ მრავალ ჟამს თეატრი ვერიკო, რომლის სამხატვრო ხელმძღვანელიც გახლავთ ნიკუშა შენგელაია და საზოგადოებამ იხილა შეუდარებელი ანსამბლი, შემოქმედებითი ჯგუფი ამ სპექტაკლისა. ჩვენ გვინდა დიდი მადლობა გადაუხადოთ, რა თქმა უნდა, თბილისის საქართველოს თეატრალურ საზოგადოებას და კერძოდ მის ხელმძღვანელს ბატონ მხატვარს გიორგი გეგეჭკორს, ასევე კულტურის სამინისტროს და ყველა იმ ადამიანს, ვინც მის, ასე ვთქვათ, საზოგადოებამდე მიტანაში მიიღო მონაწილეობა. რაც შეეხება მსახიობებს, მთელი თბილისი და არა მხოლოდ თბილისი, არამედ საქართველო იქ იყო, მაგრამ მაინც შეგახსენებთ, რომ მონაწილეობას იღებდნენ მთავარ როლებში უმშვენიერესი, უნიჭიერესი და ყველასათვის ძალიან საყვარელი ქალბატონი მარინა კახიანი, ასევე ძალიან ნიჭიერი და ყველასათვის საყვარელი ზურაბ ყივშიძე. მუსიკალური გაფორმება იყო დავით ევგენიძისა და მისი ბენდისა. რეჟისორი გახლავთ სპექტაკლისა, ანუ წარმოდგენას ვუწოდებდი მე უფრო, რეჟისორი გიორგი სიხარულიძე, რომელიც სულ ცოტა ხანში მილანიდან ჩაგვერთვება და ქორეოგრაფია ეკუთვნის პროფესიულ ქორეოგრაფიულ თეატრს საბალეტო დასს, რომლის ხელმძღვანელიც არის გვანცა ლაზარაშვილი და მაყურებელმა იგიხილა თავის დასის რამდენიმე წევრთან ერთად. რაც შეეხება ჩემს უმშვენიერეს სტუმარს, ალბათ ყველა კარგად მიხვდეთ, რომ ეს გახლავთ მარინა კახიანი. მარინა, ძალიან დიდი მადლობა მოსვლისთვის. მოგესალმებით. ყველა როლისთვის დიდი მადლობა და განსაკუთრებული მადლობა იმ ულამაზესი საღამოსთვის, რომლითაც ფაქტიურად სიურპრიზი მოუწყეთ თქვენ ქართულ საზოგადოებას. საინტერესოა, როდესაც გიორგი გეგეჭკორმა გთხოვა რომ მიგეღოთ მონაწილეობა აი ამ დადგმაში და გიორგიმ ალბათ სიხარულიძემ ზუსტად ახლა არ ვიცი და თუ შეიძლება თანმიმდევრულობით რომ მივყვეთ ყველაფერს. თავიდან ბატონმა ნიკუშა შენგელაიამ ასე ვთქვათ გამიმხილა მისი ესეთი ჩანაფიქრი არა მხოლოდ მისი, როგორც აღმოჩნდა უკვე საუბარი ბატონ გიორგისთან ქონდა გეგეჭკორთან თეატრალურ საზოგადოების თავმჯდომარესთან და გიორგი სიხარულიძე, ანუ ისინი უკვე ასე ვთქვათ შეთანხმებულები იყვნენ. დარწმუნებულები იყვნენ, რომ თქვენ დათანხმდებოდთ, რა თქმა უნდა. არ ვიცი, ყოველ შემთხვევაში თავიდან ესეთი ჩანაფიქრი გვაქოდა, რა თქმა უნდა, შემდეგ უკვე ბატონმა გიორგიმ დამირეკა გეგეჭკორმა, ესე რომ ყველა მერე უკვე სათითაოდ ეთეთ რა პირველ რიგში რა თქმა უნდა ეს არის დიდი ვერიკოსადმი როგორ გითხრათ ჩვენი უდიდესი პატივისცემის აღრთოვანების და რომ არის სახელები რომლებიც არასდროს არ უნდა ასე ვიტყვებით და სულ არსებობდეს თაობები რომლებიც სხვათა შორის მეც მხოლოდ ერთ სპექტაკლში მყავს ნანახი ქალბატონი ვერიკო ფილმებში რა თქმა უნდა არა ურიელ კოსტაში ვერ მოვასწარი ვერა რა თქმა უნდა ეს იყო იბსენის პიესა მოჩვენებანი სადაც მე სტუდენტი ვიყავი მაშინ და ქალბატონი ვერიკო თამაშობდა ფრუ ალვინგს და ბატონი აკაკი ვასაძე სხვათა შორის და წარმოიდგინეთ ეს ფანტასტიკური დუეტი და ახლა მე ბავშვობიდან ვიცოდი ქალბატონი ვერიკო და ჯერდი დედაჩემი იყო მისი უდიდესი თაყვანისმცემელი ყველა სპექტაკლი ქონდა მისი ნანახი და
მისგან შემდეგ ფილმები, რა თქმა უნდა, ის ოთარ ანტქვრივი, ყველასთვის მართლაც უდიდესი ტრაგიკული მსახიობი რო იყო ეს ოთარ ანტქვრივში ჩანს გადასარევად ფილმშიც უკაცრავად თუმცა მე ვთვლი მაინც რომ სხვადასხვა რამ არის იცით როდესაც თეატრალურ მსახიობს ხედავ სცენაზე და არა ტელევიზიით აბსოლუტურად სხვა მუხტია, სხვანაირი, როგორ გითხრათ, ურთიერთობა მყარდება, ცოცხალი ურთიერთობა და მე ბედნიერი ვარ, რომ ეს მე მოვასწარი და ვნახე. ნუ შემდეგ თაობებმა ასე ვერ იყო იციან მხოლოდ მოსმენით და ფილმებით. და ეს რა თქმა უნდა პირველ რიგში მის მიმართ. შემდეგ მეორე ეს ფანტასტიკური უკტავი ფილმი ფარაჯანოვიც, სადაც ქალბატონის სოფიკო თამაშობს, ჩემთვის უძვირფასესი ქალბატონის სოფიკო, ბრწყინვალესი მსახიობი თეატრისა და კინოსი და მე მქონდა პირადად მასთან ურთიერთობის ძალიან თბილი და კარგი ურთიერთობა, საოცარი პიროვნება და ადამიანი იყო ქალბატონის სოფიკო, გარდა იმისა, რომ ბრწყინვალე არტისტი იყო. და აი ეს ყველაფერი იყო, როგორ გითხრათ, რა თქმა უნდა, ერთ-ერთი პირველი უპირველესი, რომ მართლაც იყო ცდუნება უზარმაზარი, რომ აი ესეთი ქალბატონ ვერიკოს სახელობის თეატრის გახსნაში ქალბატონის სოფიკო ეკრანზე უნდა ყოფილიყო და მე ასე ვთქვათ, ახლა ჩვენ არ ვაკეთებთ უტრირებას საეთნოვასი ფილმის, არანაირად, უბრალოდ ხანდახან გვაქვს რაღაცა მინიშნებები, ჩვენი თაყვანისცემა, პატივისცემა და თქვენ სწორად თქვით, ეს სპექტაკლი არ არის, ეს არის უფრო წარმოდგენა და თაობებს შორის ვიტყოდი რაღაც თითქოს გადაცახილი ასეთიც და მე მართლა ძალიან კმაყოფილი ვარ რომ რაღაცნაირად მომეცა საშუალება მადლობა ბატონ გიორგის, ბატონ ნიკუშას, ბატონ გიორგის და რა თქმა უნდა ჩემს საყვარელ პარტნიორს ბატონ ზურა ყიფშიძეს რომელიც ესე რაღაცნაირად შედგა ეს პატარა სპექტაკლივით წარმოდგენა და ძალიან ცოტა ხანი მქონდა ჩვენ სხვათა შორის ამის სარეპეტიციო და მე ვფიქრობ რომ როგორც ამბობენ შემდეგ გაგრძელდება ჩვენობა სპექტაკლების და მე დარწმუნებული ვარ რომ შემდეგ ჩვენ ამას ყველაფერს დავხვეწავთ და უფრო საინტერესო და უფრო მნიშვნელოვანიც კი გახდება. ჩვენ ხუმრობდით კიდეც რომ გინესების წიგნში ვარ შესაყვანი. ეგ უნდა მეთქვა ერთი კვირა არც კი, იმიტომ ერთი კვირით ადრე ჩავწერეთ ჩვენ ლექსები და შემდეგ რაღაცა 3-4 დღეში უკვე ეს წარმოდგენა და ბატონი დათო ევგენიძეც შესანიშნავი მუსიკოსი მოგხსენებათ რომელმაც საოცარი მუსიკა დაწერა ქართული, თბილისური და თან რაღაც ცოტა თანამედროვეც თითქოს თანამედროვე არ არის, მაგრამ ნახეთ მარინა ძირძველზე არის დაფუძნებული და როცა თანამედროვე ძირძველზე და ის ტრადიციულზე ფუძნდება ის ყოველთვის საინტერესო მოსასმენია სიახლეც საინტერესო ხა სიახლის ხო ზოგადად ვუფრთხით ხოლმე მაყურებლები და მსმენელები მაგრამ მოსასმენათაც კარგია და აუცილებლად გაუძლებს დროს რა ვიცი იმედი გვაქვს და ბატონი დათოს შესანიშნავი მუსიკოსები, მართლა ძალიან მაღალი პროფესიონალები. გოგონები აი მე უკაცრავად თბილისის ხო ეს დიახ გვანცას ხელმძღვანელობით გადასარევი გოგონები და სხვათა შორის გვანცა გარდა იმისა რომ ქორეოგრაფი იყო და თავისი მოცეკვავებთან ერთად იღებდა ჩვენთან ერთად მონაწილეობაში კოსტუმების მხატვარიც იყო მე ვიდა გითხრათ. აი მე დიდი მადლობა. ეს გააჟღერეთ, მადლობთ. კი ბატონო, ნამდვილად ესე იყო და მართალი გითხრათ, მართალი ამ ძალიან ნერვიულობდით, ბატონი ზურა განსაკუთრებით ნერვიულობდა და მე მეკითხებთ, შენ რატო არ ნერვიულობ? ნუ ხო ერთად ოხში ხო არ ვინერვიულებთ. ეს ხათიშერის ბატონი ზურა უნდა ყოფილიყო დღეს ჩვენთან ერთად ამ სტუდიაში უბრალოდ პეტერე რაღაც საპატიო მიზეზის გამო ოდნავ გაცივდა ბატონი ზურა და
თავად კი თქვა რომ მაინც მოვალო, მაგრამ აღარ შევაწუხეთ და მე გპირდებით რომ ცოტა ხანში ქალბატონი მარინა, ბატონი ზურა, გიორგი სიხარულიძე და დათო ერთად იქნებიან ჩვენთან სტუდიაში. აი ბოლოსთვის შემოვინახეთ დიახ ბატონი გიორგი სიხარულიძე, რომელიც აი მართლა რაღაც წარმოუდგენელ ცოტა დროში ცდილობდა რომ ჩვენ რაღაცნაირად დავეყენებინეთ გზაზე და ძალიან საინტერესო მე ვფიქრობ მოიფიქრა ნიუანსები და თავისთავად ბატონი გიორგი გეგეჭკორი, რომელიც ცივნიავს არ გვაკარებდა და ნუ აი ცდილობდა შეექმნა სამუშაო პროცესი, ყოფილიყო ჩვენთვის სასიამოვნო და მართლა ძალიან სასიამოვნო პროცესი. გარდა იმისა, რომ ყველა ხართ მაღალი პროფესიონალები და მცოდნეები და შეყვარებულები საკუთარ საქმეზე და საკუთარ ხალხზე, თქვენ ხართ ყველანი შინაგანად ძალიან კეთილშობილები და კეთილები. ვინც ჩამოთვალეთ მარინა კახიანი, ზურა ყიფშიძე, გიორგი გეგეჭკორი, გიორგი სიხარულიძე, დათო ევგენიძე, გვანცა თავის გოგოებთან ერთად, დათო ბენთან ერთად და აი ამიტომ შედგა ყველა იძახდა ჯერსეთი იყო სრული ანშლაგი. ფეხზე დამდგარი მაყურებელი არ უშვებდა მსახიობებს სცენიდან. მარინა აი მუშაობის პროცესი კი, მაგრამ ხო არ გაიხსენებთ თქვენ პატარა მარინა კახიანისთვის აი მუშაობის პროცესი იყო თუ არა ღელვა, როდესაც გადიოდა პატარა მარინა კახიანის სცენაზე, აი კულისებში მარინა კახიანი სტუდენტობიდან რამდენიმე წლის შემდეგ. მართალი გითხრათ, სტუდენტობამდე მე ქორეოგრაფიული სასწავლებელი დავამთავრე, ბატონი ვახტანგ ჭაბუკიანი. იმიტომ შეგიყვარდათ ეს ერთმანეთი თქვენ და გოგონებს გვანცას. ასე რომ მე სულ რაღაც 9 წლის ასაკიდან უკვე შემოქმედებითი ცხოვრებით ცხოვრობდი და მართალი გითხრათ, აი ზაფხულში დასვენება რომ მეწყებოდა, აი აგვისტოს ბოლოსკენ უკვე მეწყებოდა ხელვარება. სასიამოვნო ხელვარება, იმიტომ რომ მე ვიცოდი რომ გარდა ჩვეულებრივი ზოგად საგანმანათლებლო სწავლა, რომელსაც ქორეოგრაფიაში არსებობდა, იქნებოდა აუცილებლად პროცესის შემოქმედებითი, გარდა მეცადინეობისა, შემდეგ უკვე უნდა ყოფილიყო აუცილებლად ყოველ წელს საღამო გამოსაშვები, სადაც ჩვენ პატარებიც ვიღებდით მონაწილეობას. ასე რომ მე ძალიან პატარა ასაკიდან მიჩვეული ვარ, ასე ვთქვათ, ხელვას, შემოქმედებით ხელვას და გარდა ამისა, ჩემი უფროსი კოლეგა, ძვირფასი პარტნიორი, ბატონი კახი, რომელიც მთელი ცხოვრება სცენაზე იდგა, სულ ამბობდა ვხელავ. სახიობი თუ არ არის, სახიობი. რა თქმა უნდა. როგორ შეიძლება არის ხელ იმიტომ რომ ყოველი სპექტაკლი თუნდაც შენ ყოველ დღე ერთი და იგივე სპექტაკლს თამაშობ და ის არ იქნება ერთი და იგივე. იმიტომ ეს არის ცოცხალი ორგანიზმი. და განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო, რომ მარინა კახიანი გამოირჩევა ბევრი რაღაცით, მაგრამ მე ამ წუთას მინდა აღვნიშნო, იმიტომ რომ ქმნის, აი სწორად აღნიშნა, სწორი სიტყვა ბრძანეთ მარინა, თქვენ მართლა ქმნით ერთი და იგივე როლი არასოდეს არ მიგიტანიათ ერთი და იგივე სახით და ერთი და იგივე ფორმით მაყურებლამდე. აი ამაზე თქვენ ალბათ არც ფიქრობთ, უბრალოდ ნუ რაღაცების შემდგომში ჩვენ ადამიანები იმიტომ ვუყურებთ საკუთარ თავს გვერდიდან, რომ მე ან რაღაცა გამოვასწოროთ, ან რაღაცა დავტოვოთ, მაგრამ მე მაინც მგონია, რომ აი როგორც ჯაზის მუსიკოსი ერთნაირად ვერასოდეს ვერ დაუკრავს. აი იმ იმპროვიზაციით გადიხართ თქვენ და აი რამდენად იცით ხოლმე სცენაზე, კულისებში რამდენად იცით ხოლმე იქ სცენაზე რას გააკეთებთ. იცით რა, ნუ ახლა თავისთავად არსებობს რაღაც კონცეფცია, რომელსაც შეიძლება რეჟისორი მსახიობებთან ერთად ადგენს და ეს არ შეიძლება რომ ყველაფერი შეცვალო, თავარი არსი, იდეა, რის გამოც იდგება ესა თუ ის სპექტაკლით, მაგრამ იქ არის მსახიობს აქვს საშუალება უამრავი ნიუანსი, რომელიც შეგიძლია შემდეგ, აი მე მაგალითად რეპეტიციები მიყვარს არანორმალურად ეს პროცესი მუშაობის, მაგრამ ჩემთვის მე შემდეგ უკვე იწყება, როდესაც სცენაზე ცოცხლდება მაყურებელთან ერთად აი ეს პროცესი არ ვიცი რომელი უფრო მიყვარს რომ არ მოგატყუოთ, მაგრამ ისიც არის სამუშაო პროცესი,
რომელიც სულ გრძელდება და ამიტომ მიყვარს ხოლმე იცით რომ აი შემდეგ არ ვიცი ეს მე-10 სპექტაკლია თუ მე-20 სპექტაკლი მგონია რომ უფრო უახლოვდები ხოლმე იმ პერსონაჟს რომელსაც მე განვასახიერებ ვიდრე პრემიერაზე და მესამე და მე-4 სპექტაკლზე უფრო მშობლიური ხდება. მშობლიური, უფრო თითქოს შესისხორცებული მეტია და უფრო მოკლედ მსახიობი ცურვას რო იწყებს. არ მგონია რა ვიცი პრემიერაზე ჩვენ ცურავდეთ მსახიობები. მერეშლი კი ბატონო, აი ეს ხდება ხოლმე უფრო მერე და ჩემთვის ძალიან სასიამოვნოა ზუსტად ეს პროცესი რომ ყოველი სპექტაკლი, ყოველ მაყურებელთან მე იცით რა არის, აი თქვენ თქვით რომ ცოცხალი დიახ ორგანიზმი შენ იმ მაყურებელთან ერთად გადიხარ ამ პროცესს რომელიც იმ დღეს მოვიდა. ამიტომ თავისთავად ხდება რომ რაღაცები შენ შეიძლება არ უსმენდე იმ მაყურებელს და შენ საკუთარი პერსონაჟით იყო დაკავებული, მაგრამ შენ გრძნობ თითქოს მათ სუნთქვას თვითონ შინაგანად გრძნობ, რომ საით უნდა წახვიდე იმ დღეს რა ტიპის მაყურებელია, ეს თავისთავად ხდება. ამაზე თითქოს მსახიობები ჩვენ დიდად არ ვფიქრობთ, მაგრამ ეს თავისთავად ეს პროცესი აუცილებელი და ძალიან მნიშვნელოვანია. ეს ყველაფერი დროს მოაქვს თუ თავიდანვე ასე იყო, მარინა? ალბათ თავიდანვე, ხო? იცით რა, ნაწილობრივ თავიდანვე, არ ვიცი. ნაწილობრივ თავიდანვე, შემდეგ შეიძლება რაღაცა, რა თქმა უნდა, ახლა გამოცდილება თავისთავად ძალიან დიდი რამ არის. არა მარტო სცენიური გამოცდილება, ცხოვრებისეული გამოცდილებაც, რომელიც ჩვენ ასეთი გამონათქვამიც არის, რომ სცენა ცხოვრების სარკეაო და რა თქმა უნდა, ყველაზე უფრო დიდი მიღწევა ეს არის თუ მართლა სარკეა თანამედროვეობას თუ მიყვება სცენა, ესე იგი ჩვენ რაღაცას ვახცევთ მაშინ. ძალიან ბევრს მოგზაურობთ. თუ საქართველოში, თუ საქართველოს ფარგლებს გარეთ, მაგრამ მე ვიცი რომ თქვენ საქართველოში ძალიან გიყვართ რეგიონებში მოგზაურობა და არის თუ არა რაღაცა განსაკუთრებული ღელვა, იმიტომ რომ ფაქტიურად იქ ახლა იქ შეიძლება მიხვიდეთ ადამიანებთან, რომლებიც მოწყურებულები არიან და უბრალოდ გამომდინარე იქიდან რომ დაუშვათ მაღალმთიან რაიონში ცხოვრობენ, შეიძლება იქ არც იყოს თეატრი. აი არის თუ არა განსაკუთრებული პასუხისმგებლობა და განსაკუთრებული ღელვა. იცით რა თქვენ სწორად აღნიშნეთ, ახლა ჩვენ ძალიან ბევრს მოგზაურობდით ძალიან ადრეც, დიდი ხნის რუსთაველის თეატრი მოგხსენებათ იყო ესეთი ხუმრობაც კი იყო, რომ სუხიშვილების ანსამბლი და რუსთაველის თეატრი, ესეთი პერიოდიც იყო, რომ ცნობილი, რომ მართლა დედამიწას წრეს არ ტყავდა რამდენჯერმე. და რა თქმა უნდა, მაყურებელი ყველგან ჩემთვის ძვირფასია, ყველა ქვეყანაში ეს იქნება ევროპა, თუ აზია, თუ აღმოსავლეთი, თუ ამერიკა, მაგრამ ცოტა გამხელილი ჯობს, რა თქმა უნდა, როდესაც ჩვენს ქვეყნის ქალაქებში დავდივართ, ხელვა მეტია. მე პირადად უფრო მეტად ვხელავ, არ ვიცი რატო. არ ვიცი ეს რაღაცა კოდირებულია ჩემში, თუ იმიტომ რომ დაუშვათ ხა ასე თუ ისე უფრო მიცნობენ დაუშვათ საქართველოში და უფრო გინდა რომ რაღაცა განსხვავებული და ახალი დაანახო დაუშვათ არა ისეთი ზუსტად როგორც 5 წლის წინ თუ 10 წლის წინ. ალბათ ესეც არის და იმიტომ რომ თეატრი შემეცნებითია. ეგ თავისთავად. არა მხოლოდ სანახაობით. კი ბატონო, რა თქმა უნდა და ხო, რა ვიცი, უფრო მე პირადად უფრო ღელავ ხოლმე საქართველოს მასშტაბით და თან საბედნიეროდ ბევრ ხა არ ჩამოვთვლით ვინმეს არ ეწყინოს, ჩვენ ძალიან კარგი თეატრები გქონდა, გვაქვს საქართველოს მასშტაბით, არა მარტო დიდ ქალაქებში, პატარა ქალაქებშიც და ეს ჩემთვის ისეთი ამაღელვებელია, როდესაც ამ პატარა ქვეყანაში, ამ როგორ გითხრათ, ესე ვიტყოდი მთებში დაკარგულ გადასარევ მთებში, რა თქმა უნდა, ქვეყანაში, რომ ჩვენ თეატრები გვაქვს, პროფესიული თეატრები, რომლებიც 150 წლის წინ, 200 წლის წინ და მეტიც არსებობდა და დღესაც არსებობს.
ეს ძალიან დიდი ჩვენი ასე ვიტყოდი საგანძური და სიმდიდრეა და ძალიან საამაყოა სხვათა შორის ჩვენთვის და რა გითხრათ ძალიან მიყვარს მე საქართველოს გარშემო გასტროლები ეს იქნება სვანეთი თუ ქუთაისი თუ ბათუმი და ხონი თუ ნუ აღარ ჩამოვთვლი მაბადეთ თუ ვინმეს თელავი და ასე შემდეგ ყველგან გვაქვს ფაქტიურად ყველა კუთხეში ძალიან კარგი თეატრები და იმიტომ რომ თქვენ უყარხართ მარინა კახიანი აი მართლა ყველას უყარხართ არა მე სხვა რამეს ვამბობ რომ აი ეს არის მართლაც საამაყო რამ პატარა ქვეყანაში ამდენი თეატრებია რომლებსაც რამდენიმე საუკუნოვანი ისტორია აქვს თუ არის ვიდეო მზად იქნებ გავუშვათ და თუ არ არის ჩვენ გავაგრძელებთ საუბარს და ბატონი გიორგი თუ არის ხაზზე სიხარულიძე მილანიდან არა ხო ხაზზეა ბატონი გიორგი უკაცრავად კარგით როდესაც გვიპასუხებს შემდეგ შემოვიყვანოთ ეთერში. მარინა უამრავ ესეთ სოფლიო მნიშვნელობის სახეობებთან ჰქონდათ შეხება სტუდენტობიდან მოყოლებული. ეხლა თქვენს გვერდით არიან სტუდენტები არიან ცოტა უფრო მოზრდილი ახალგაზრდები აი მათგან იმ კორიფეებიდან რა ისწავლეთ აი ამ იცით შეიძლება ადამიანმა დაამთავროს თეატრალური უნივერსიტეტი და ბევრი ვიცი ასეთი შემთხვევა მაგრამ არ გაყვეს აი რომ არ განერიდოს თავის პროფესიას მე მაინც მგონია რომ მნიშვნელობა აქვს რა საზოგადოებაში ტრიალებს ამ დროს და როგორ მიაწვდის ის მისთვის სამაგალითო და მისთვის საინტერესო პიროვნება თუნდაც თავის გამოცდილებას აი ეს ურთიერთობა როგორ ხდება თაობიდან თაობამდე რომ დავარქვათ აი ამ მონაკვეთს. იცით რა შესაქმე მე ეტყობა რაღაცა ბედნიერ ვარსკვლავზე დაბადებული ადამიანი ვარ თქვენ ძანეთ რომ მე სოფლიო მასშტაბით სხვა შორის ძალიან დიდ არტისტებს შეხვედრი ვარ ეს ამერიკაშიც, ევროპაშიც, მაგრამ ყველაზე დიდი ვიტყოდი ჩემთვის გამართლება იყო ის რომ მე მივედი რუსთაველის თეატრში მივედი რა ბატონი რობერტ სტორუას სურვილით მეოთხე კურსზე ეს უკვე ძალიან დიდი გამართლება იყო უკაცრავად და ისეთი მსახიობები დამხვდნენ ეს არავისთვის დასამალი არ არის რომ ეს იყო პერიოდი ოქროს ხანის რუსთაველის თეატრში და მე საბედნიეროდ მეორე ნახევარს თუ არ ვიცი კუც თუ რაღაცას ამისას მოვესწარი მე მათთან ერთად ვიდექის სცენაზე უდიდესი არტისტებთან ერთად აი ჩამოთვლაც კი რა ბედნიერებაა რომ მეშინია რომ რაღაცა არ გამორჩეს ახლა განსაკუთრებით ახლა დიდხანს აი ბატონი რამაზ ჩხიკვაძე რომლის მე შულსაც თამაშობდი სცენაზე, მეუღლესაც თამაშობდი, თქვენ წარმოიდგინეთ. და კიდე სხვადასხვა სპექტაკლებში ბატონი გურამ საღარაძე, კახი კავსაძე, ქალბატონი მედიკო ჩახავა, ზინა კვერენჭხილაძე, ზაზა ლებანიძე, ვაიმე გოგი გეგეჭკორი, რომელთანაც მე ამავე ვიხსენებდი ზუსტად სხვათა შორის, რომ შეყვარებულსაც კი ვთამაშობდი, იყო ესეთი გიგალორთქიფანიძემ დადგა სპექტაკლი რომაული კომედია, სადაც მთავარ როლს ბატონი გოგი თამაშობდა, ძველ რომში ხდებოდა მოქმედება და მე ვთამაშობდი ახალგაზრდა მოკლედ სატრფოს ბატონი გოგის. და აი ესეთი მსახიობებთან მე ბატონი კახისთან ერთად ბოლო სპექტაკლებშიც ვთამაშობდი მასთან ერთად და მე თუ ვინმე გამორჩა მერიდება, იმიტომ რომ საქმეც ბედნიერება მაგაშია რომ იმდენი იყო ამ პერიოდში ქალბატონები, მამაკაცები, სხვადასხვა უფროსი თაობის, მაშინ ასე ვთქვათ შეიძლება საშუალო თაობისაც რო რა გითხრათ, მართლა დიდი ბედნიერება იყო და როგორ შეიძლება მე მათგან არ მესწავლა. რა თქმა უნდა, მათგან ბევრი რამ ვისწავლე, მაგრამ მე იმედი მაქვს რომ ახალგაზრდებისგანაც სწავლობ ეხლა.
ნამდვილად სწავლობ, პატარებიდან მე ვსწავლობ, არც იციან, მაგრამ ჩვენ რაღაცებს მათგანაც სწავლობთ, იმედი რომ ჩვენგანაც სწავლობენ რაღაცებს, მაგრამ მე ამის აი იქიდან შეიძლება ასე ვიტყვირი, მოიპარო რაღაცა ახალგაზრდებიდანაც, იმიტომ რომ თავისთავად ახლა თაობები იცვლება, ვიღაცისთვის რაღაც პრიორიტეტი რომ იყოს წინათ, ახლა ნაკლებად არის რაღაც ახალი იბადება და თავი ეს არის რომ შენ შეგეძლოს რომ რაღაცა ახალგაზრდები განაც ისწავლონ. მოგრძალებული სითამამე აქვთ ამათ. და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მაპატიეთ უკაცრავად. მარნა გარდა სხვა ხიბლისა თქვენ ხართ დიდოსტატი ლექსების კითხვისა. დიდოსტატი ძალიან ხმაურია. ნამდვილად ხართ ბევრი რა ვიცი მე მგონი არ არსებობს ღონისძიება ლიტერატურული სადაც მარნა კახიანი არ კითხულობდეს წეღან ზინაიდე კვერენჭხილაძე ასენეთ და როგორ ემზადებით აი ზოგი მაგალითად ჯერ სწავლობს მერე რაღაცა მერე მუშაობს ამ ტექნიკაზე აი როგორ ემზადებით ეს არის შიდა სამზარეულო ლექსის იცით როგორ გითხათ მართალი გითხათ კი იყო პერიოდი რომ როდესაც აი მართლა ხშირად მიწევდა და გამოვდიოდი სხვადასხვა სცენაზე ჩვენს რუსთავის თეატრშიც ოპერის სცენაზეც ფილარმონიაში ხშირად ახლა აი ბოლო წლებში ესე ხშირად აღარ ხდება ასე ვთქვათ ჩემი ლექსების კითხვა უფრო იშვიათად ახლა ვკითხოთ რაიმე ტექნიკა მაქვს განსაკუთრებული მოგატყუებთ ისეთ რა ხა მართლა ჩვენ სიტყვის ოსტატები ყვავდა და ყვავს და ვიცი მეტნაკლებად ისინი როგორ მუშაობდნენ არ მინდა ამაზე საუბარი მე ვფიქრობ თვითონ ლექსი მკარნახობს ხოლმე როგორ უნდა ვიმუშაო იმ აი ეს არის კიდე ძალიან მნიშვნელოვანი თემა შეეხეთ მოდით ეს დაასრულეთ და კიდე ახლა თქვენიდან რაღაცა უნდა კითხოთ ხო არა აი სხვადასხვანაირად არანაირად არ არის რომ ერთნაირი რაღაცა ასე ვთქვათ ისა მაქვს მანერა თუ რა და ვარქვა ამას არ ვიცი ტექნიკა თუნდაც რომ არანაირად აი რა თვითონ ლექსი ავტორი ხანდახან ავტორი შეიძლება ერთია მაგრამ თვითონ ლექსია იმდენად განსხვავებული თავისი რითმით თავისი სიღრმით თავისი რაღაც განსაკუთრებულობით რომ თვითონ კარნახობს ხოლმე ვფიქრობ ზოგ ლექსზე შეიძლება რაღაც უცბად მოხდეს ეს რომ მივხვდე თუ რა ხერხით უნდა წავიკითხო ესა თუ ის ლექსი ზოგჯერ უფრო დიდხანს მიწევს ესე უცბად არ ხდება ესე რომ ისევე როგორც მინდა გითხრათ როლის მუშაობის დროსაც ზუსტად ესეა და ლექსებს თვითონ ირჩევთ აი ავტორების ნუ დავუშვათ რომელიღაცა სიტყვაზე ну ანა კალანდაძის საღამოზე გთხოვათ რეჟისორმა რომ უნდა წაიკეთო თქვენ ირჩევთ თუ რეჟისორი რა მეხომ არა გაქვთ გაგებული ანა კალანდაძის აი მე არ ვიცი რამე ზუსტად ოპერის თეატრში ხოდა იუბილე ქალბატონი ანასი და ქალბატონი ზინა კითხულობდა ქალბატონების მარინა ჯანაშია სხვა მსახიობიც იყვნენ მამაკაცები და მეც მათ შორის ну ეს დაახლოებით რამდენია ერთი 15 წლის წინ ალბათ დაახლოებით მაშინ იყო და რა იქ იყო ერთი მომენტი და ისე გამიკვირდა ქალბატონმა ზინამ რომ ესე მე ვკითხულობდი როგორც რეჟისორმა მითხრა ну რამდენიმე ლექს ერთ-ერთი მათგანი იყო ქეთევან წამებულზე რომელსაც დიდი სიამოვნებით და ქალბატონ ზინას თურმე დაწყდა გული ვინაიდან ის კითხულობდა ადრე ой რასა და ну ისეთი სიტუაცია შეიქმნა რომ მე ეტყობა თან თავხედი უფრო ახალგაზრდაც ვიყავი რომ როგორ მე ქეთევან და ქალბატონმა ზინამ თავისით დამითმო სხვათა შორის რომ მეც ესე მოვიქცეოდი კაი რა და აი მე ცოტა გაუგნებული დავრჩი ქალბატონის ზინა რაღაც რომ ესე პირიქით კი არ გაბრაზდა ჩემზე მოეწონა ჩემი საქციელი რომ მე რადგან უკვე შესისხორცებული მქონდა ქალბატონ ქეთევან წამებულზე რომ ასე იოლად რაღაცა ძალიან გაბრაზდი და ხო და ამით თქვენ
თქვენ წაიკითხეთ ხო და ამავდროულად თქვენ ახლა ხაზი გაუსვით მის მე მეგონა იცოდით არ ვიცოდი და არა და რატომღაც ოთარ მომფორია მინდოდა მე თქვა და უცებ რაღაცა მათქვევინა ანა კალანდაძე უნდა მოგეყოლათ ესე იგი ხო ჩვენ გვაქვს სამწუთიანი პატარა ვიდეო რომელიც კვლავ და კვლავ შეგახსენებთ რომ სამუშაო მასალა მოგვაწოდა საზოგადოებრივმა მაუწყებლობამ რისთვისაც უღრმესი მადლობა მათ და მოდით ახლა სხვათა შორის გვანცამ მოამზადა ეს ვიდეო მოდით ახლა ნახოთ ვიდეო სპექტაკლისა არა რეპეტიციებისა სპეციალურად რეპეტიციები მინდოდა რომ შეგვეკრა საერთნოვადან ძალიან დიდი მადლობა და წაღან ძანეთ მარინა ორივე ერთნაირად რომ გიყვართ რახან ახლა რეპეტიციის კადრები იყო არის თუ არა რაღაცა განსაკუთრებული სპექტაკლზე გასვლის წინ რამე ქმედება თქვენთვის და აი რეპეტიციაზე ქონიათ თუ არა კამაც არ დავარქმევდი რაღაცა განსხვავებული აზრი რეჟისორთან რა თქმა უნდა აი რა თქმა უნდა ანუ ახლა ეს ყოველთვის არ ხდება მაგრამ რა თქმა უნდა არსებობს ეგეთი მომენტებიც როდესაც შენ რაღაცა სხვანაირად გესახება ესე თუ ის სცენა ესე თუ ის მონაკვეთი ან რაღაცა ნიუანსი ხასიათის და რა თქმა უნდა ანუ ახლა უფრო ხშირად რა თქმა უნდა ხა თავშოთ ხა ბატონ რობერტ სტურუასთან უფრო რთულია თუმცა ეგეც ყოფილა ცოტა წაგამათება მაგრამ ნუ ხა მაინც და ხა ჩემი თაობის რეჟისორები მეგობრები როცა ვართ იქ უფრო ხელჩართული ბრძოლაც კი გქონია ხოლმე ნუ ხან ახლა რეჟისორი იმარჯვებს ხან მსახიობი შეიძლება რეჟისორი დაფიქრდეს თავიდან კი შეგებრძოლოს მაგრამ მე დაფიქრდეს და ისეც ყოფილა რომ ასე ვთქვათ ფარხმალი დაუყრია ასე რომ ხდება ეს არის აუცილებელი პროცესი მე ვფიქრობ ამის გარეშე მეც მგონია იმიტომ რომ მსახიობმა თუ არ იგრძნო ესა თუ ის მონაკვეთი და ის ქმედება ალბათ მართალიც აღარ იქნება მაყურებელთან ასე რომ ხდება ესეც ხანდახან ხდება რომ შენ თვლი რომ აი დაუშვათ შენ აბსოლუტურად სწორი ხაზით მიდიხარ მაგრამ მე ამის უნარიც უნდა გქონდეს მსახიობს და რეჟისორსაც რომ დაფიქრდე და მიხვდე რომ შეიძლება რაღაც მომენტში შენ არ ახარ მართალი და დაიხიო უკან და ეს ყველა ადამიანები ვარ ჩვენ რეჟისორებიც მსახიობებიც და
ზუსტადად მაშინ უფრო იბადება უფრო საინტერესო და მნიშვნელოვანი, როდესაც აი ესეთი ჩართულობა, ესეთი შეიძლება ასე დავარქვათ, ცოტა ბრძოლაც არის თითქოს მსახიობს და რეჟისორს შორის ძალიან საინტერესო პროცესი ამითაც ხდება, რა თქმა უნდა. სახში მისული მარინა კახიანი რამდენად ფიქრობს თავის პერსონაჟზე, როლზე? იცით რა, ეგეც სხვადასხვანაირად ხდება, მინდა გითხრათ. მე როგორ გითხრათ, აი რაღაც მაქვს მომენტები, როცა მინდა რომ გავითიშო და აღარ ვფიქრობ. რაღაც მე პირიქით აი დილას მაგალითად ყავა და აივანზე ასე ვთქვათ სიგარეტით მაქვს ხოლმე ესეთი თითქოს ასე მგონია რომ მაშინ უფრო მეხსნება რაღაცა ასე ვთქვათ ტვინში რაღაცა იღბიძებს ხო რაღაც ესე უჯრედები ასე რომ სხვადასხვანაირად ხდება ერთნაირად არა და რაც შეეხება თქვენ მკითხეთ სპექტაკლის წინ ჩვენს მახსენდება ხოლმე ბატონი რამაზი რომელსაც ქონდა ხოლმე რაღაც სცენაზე გასვლის წინ რაღაც განსაკუთრებული ასე ვთქვათ ჩვევები ახლა როგორც ამბობენ რიჩარდზე სხვა ჩვევა ქონდა რომ გადიოდა რაღაცისთვის უნდა მიერტყა აი მეფელირი მაგალითად ხამდენი სპექტაკლი ვითამაშეთ აუცილებლად გასჩვენ ერთად შევდიოდი სცენაზე ბატონი რამაზი და მე აუცილებლად გასვლის წინ ლოყაზე უნდა მოიჩქამი და ეს რაღაც და მე მაგალითად ჯერჯერობით ძალიან მიყვარს ადრე მისვლა არ მიყვარს სპექტაკლის წინ ახლა ზოგი უფრო გვიან მოდის ზოგი ადრე და მე ჩემთვის ისიც პროცესია სპექტაკლის წინ რომ ადრე მიყვარს მისვლა და აი ყველაფერი აი გავლა მე გულისხმობ არა რეპეტიციის გავლა სამ შემთხვევაში აი რაღაც ცოტა ხანი საკუთარ თავთან მარტო დარჩენა მორგება ხო ცოტა რომ ეს არ ვიჩქარო და ეს კოსტუმი გრიმი ყველაფერი ეს მიყვარს რომ შვიდად ეს დისციპლინაა გავაკეთო არ ვიცი რა ქვია ამას ვერ გეტყვით მე სიამოვნებას მანიჭებს მე თვითონ აი ეს პროცესი სპექტაკლის დაწყების წინ რომ აი ესეთი რაღაცნაირად აი ესეთ არ აქვს მნიშვნელობა რა როლს თამაშობ ეს ტრაგედია იქნება თუ კომედია თუ სხვა რაიმე ჟანრი ფსიქოლოგიური დრამა მიყვარს ყველაფერი ამის ნელა კეთება წნარად შვიდად როგორი შვიდიც თქვენ შვიდი არა ვარ არა შვიდი გადარეული ვარ რაღაცა ისეთი შვიდე მოდის არა საყვარელო მე ნამდვილად არა ვარ არანაირად შვიდი თავშეკავება ხანდახან შემიძლია კი ხო მაგრამ აი ეს მიყვას ეს თვითონ ისეთ სიამოვნებას მანიჭებს ეს სპექტაკლის დაწყების წინ ეს პროცესი ის ფიქრი ის მოლოდინი რომ ვერ მოვიკლებ ამ სიამოვნებას და ეს ნახევარსაათში გრიმი და ჩაცმა არ შემიძლია და სამუშაო პროცესი ანუ რას გულისხმობთ? იმაზე სპექტაკლზე მუშაობის პროცესი. რეპეტიციები სახშიც ხომ მუშაობთ? სახში მე უკვე ვთქვი ამასთან დაკავშირებით, აი სხვადასხვანაირად ხდება. არის ხანდახან კი რაღაცა სახში მუშაობ, მაგრამ ესეთი მომენტიც ქონია, რომ პირიქით არ მინდა ხოლმე მარტო წერა ბძანეთ, ხო? თუ ვიმუშაო, ეგეთი მომენტიც ქონია. ახლა თავისთავად გამოდის რომ ტვინი სულ ჩართულია, რა თქმა უნდა. და ქუჩაში შეიძლება იარო და იმუშაო. მე ძალიან მიყვარს ძველ თბილისში სიარული, რაღაც გააჩნია რაზე მუშაობ და იქ რაღაცა თითქოს მებადება ხოლმე. ყველა მსახიობს ფიქრობს სხვადასხვანაირად, აქ ალბათ მაინც ეს მომენტი. ხო და მე ესე მიყვარს ქუჩაშიც მიყვარს სიარული და ფიქრი. ფიქრის პროცესი. საერთოდ ხო არის ვინ თქვა მე მგონი ემილ ზოლას აქვს თავის შემოქმედებაში ტვორჩეს თუ აქვს ნაწარმოები მაშინ ნათქვამი რომ ადამიანი მაშინ კი არ არის ბედნიერი როდესაც ოცნების წვერვალს დაიპყრობს არამედ მაშინ როდესაც მისკენ მიემართება ხო და აი ეს გზა ალბათ ძალიან საინტერესოა უფრო გულწრფელი მაინც როდის არის მაყურებელი არა მაყურებელი კი არა მარინა კახიანი რეპეტიციაზე თუ სპექტაკლს არ ვიცი ხანდახან შეიძლება უცბად მოხდეს რომ რეპეტიციაზე ვიყო გულწრფელი და მე ის კი არა მქონია ესეთი მომენტებიც რომ რაღაცა დაიბადა რეპეტიციაზე რაღაც თითქოს მე რაღაც სიამოვნება მივიღე მივახლოვდი პერსონაჟს და მე სუწუხილი მქონია რომ აი სპექტაკლებზე იმას ვერ მივახციე რაც რაღაც ერთ რეპეტიციაზე დაიბადა
რაღაც ესეც ყოფილა და სხვადასხვანაირად ხდება მე ვფიქრობ მაინც გაგისხლდათ მაგრამ მე ხო დაიბრუნეთ ხო ხან დავიბრუნე ხან შეიძლება ვერც ეხლა აი იმ ბავშვებს ვინც დღეს აპირებს დიდ სცენაზე გასვლას რას ეტყვით იმ თაობას იცით რა მომავალ თაობას მე ვიტყვი ჩემგან გამომდინარე ჩემთვის იმხელა სიამოვნებაა ეს ყველაფერი რომ მე ძალიან დიდი მადლობელი ვარ იმ პატარა გოგონასი რომელმაც გადაწყვეტილება მიიღო ოდესღაც და დღეს რასაც ვაკეთებ ეს მე მანიჭებს პირველ რიგში სიამოვნებას და რას ვეუბნები ამით რომ თუ ნამდვილად არ გიყვართ მაშინ არ არის საჭირო ის რომ აი პოპულარული გავხდები ის რომ აი რაღაც იტყვიან რომ აი ვერც გახდება პოპულარული თუ არ უყვართ იცი რა შეიძლება ყველაფერი ხდება რაღაცა პერიოდი შეიძლება გახდეს კიდეც ცოტა ხნით კი რა თქმა უნდა ეგეც ხდება ცოტა ხნით იმიტომ ვთქვი მაგრამ თუ შე რეპეტიცია შეთვის ტანჯვა და გინდა მარტო ეს პოპულარობა აზრი არ აქვს რატო იტანჯო უამრავი ფანტასტიკური პროფესიებია და მაშინ ის უნდა გააკეთო მაგრამ შენ თუ ნამდვილად იცი რომ ეს გინდა რა თქმა უნდა ურჩევ რომ ყველა ძალიან ღონე იხმარონ რომ აკეთონ ის საქმე რომ მე ამდენი წლის შემდეგ დღესაც შემიძლია ვთქვა რომ ადამიანისთვის რაც გიყვარს ყველაზე მნიშვნელოვანი რომ უნდა აკეთო ის კი ეგ უკვე წარმატებაა ხო ჩემთვის ესე ო რა ძალიან სასიამოვნოა რაზე ლაპარაკი მაყურებელი ისთვის თამაშობ ჩვენ მაყურებლისთვის და რა თქმა უნდა ეს არის უდიდესი როდესაც შენ მაყურებელი შეგამჩნევს როდესაც შეგიყვარებს როდესაც აღფრთოვანდება თუ მიგიღებს ბევრი სიტყვები შეიძლება ვთქვათ ხო მაგრამ მაინც მთავარი არის რომ შენ უნდა განიჭებდეს ეს ყველაზე დიდ სიამოვნებას მაშინ აქ ასრი თქვენ წერან იმ პატარა გოგონას გადაუხადეთ მადლობა რომელიც ალბათ იდგა იმ არჩევანის წინაშე რასაც ბალეტი და დრამის თეატრი ქვია აი კი ამასალე ხშირად მეკითხებოდნენ და მეკითხებიან ეხლაც ხო იმიტომ რომ თქვენ იქნებოდით არაჩვეულებრივი მოცეკვავე ბალეტისა ხო ნუ ასე ამბობდნენ რომ ეს მქონდა მომავალი ძალიან კარგი ეხლა ამდენი წლის მერე იულია უკვე ამის თქმა იცით რა ხო ესე ორივე მიყვარდა რა თქმა უნდა მე და დღესაც მიყვარს ბალეტიც და თუმცა ყოველთვის მაქვს ერთი გამართლება ვგიჟდები ბალეტზე დღესაც მაგრამ აი სწორი არ ვიცი შეიძლება თვითდათვით დაცვითი ამბავია რომ მე ახლა უკვე პენსიაში ვიქნებოდი გასული გენაცვალე და ახლა მე ჯერ კიდევ თამაშობ ხანდახან მეცინება იმდენად უფრო ახალგაზრდა ქალბატონების როლებს თამაშობ ვიდრე მე ვარ ნუ გეცინებ მართლაც შესაბამისად და როგორც ბალერინა გადასარევი, მაგრამ მე შემდეგ უკვე სხვა პროფესიისთვის უნდა მიმემართა, ხო? 40 წლიდან. ესეა. ხო, ვიღაცა ცოტა უფრო გვიან, ზოგი ცოტა უფრო ადრეც ხდება, გააჩნია, მაგრამ 40 წლის ასაკში შენ ფაქტიურად უნდა შეიცვალო პროფესია გამოდის. ძალიან ცოტა თქვით ახლა. არა, ნუ 45 მაინც. არა. იშვიათია 45 წლამდე როცა გვაყენე. პრინციპში 20 წელი ითვლება ბალეტად, 20-25, ხო? და ეს რა საიდან იწყება? შეგამთავრებ 17 წლიდან იწყებ ცეკვას. ხო? 20 წელზე 25 წელი, რამდენი გამოდის? დაახლოებით 40-42, ხო? ნუ ზოგი ცეკვას ცოტა დიდხანს, მაგრამ ძალიან იშვიათი. არ ვიცი, შეიძლება ეს არის თვითდაცვითი და ამით მე ვიმშვიდებ, რომ არ ვინერვიულო, რომ იქ უფრო რაღაცას მნიშვნელობას მივახცევდი თქო. ყოველ შემთხვევაში აქ მნიშვნელოვანს კი არა, რა არავინ არ იცის, ვის საქმე აღიარებას მიაღწიეთ და ასე იქნება ყოველთვის და მრავალი წელი გაგრძელდება. რამე როლი ისეთი, რომელიც აი თქვენ რეჟისორობაზე თუ გიფიქრიათ? მგონია რომ გამოგივათ. არა, არ მინდა არანაირად, თუმცა გაგხოთ ხო? მქონდა კინო, წმინდოდა, მაგრამ ამას ლაპარაკი ხა უკვე აზრი აღარ აქვს. და არის რომელიმე ისეთი როლი, აი რასაც გინდათ და დარწმუნებული ხართ რომ შეასრულებთ. არა,
გეტყვით სიმართლეს ის როლები რომლებიც მე ბავშვობაში ძალიან მინდოდა შემდეგ უკვე იმ როლებს მე უკვე ვეღარ ვითამაშებ იყო ესეთი როლები ანტიგონე მაგალითად იყო ესეთი დოსტოევსკის იდიოტში ნასტასია ფილიპოვნა მინდოდა ძალიან უამრავი ესეთი როლები იმ როლებს მე უკვე ვეღარ ვითამაშებ ისინი ახალგაზრდებმა უნდა ითამაშონ და დანარჩენი რა ვიცი რა გითხრათ მე მადლობელი ვარ ნამდვილად ჩემი არ ვიცი ბედის წერა დავარქვათ არ ვიცი რა ნუ ერთად ყველაფერი ალბათ რომ საკმაოდ ბევრი კარგი როლები აი ჩვენ ისო ქალბატონ ვერიკოზე მიუბრუნდები რადგან ჩვენ დღეს მიზეზი იყო ზუსტად ქალბატონი ვერიკო ქალბატონი სოფიკო და მე ისეთი ახლა შეიძლება რომ ვიწყებ მუშაობას ამაზე არ ფიქრობ მე დრო რო გადის მე ვფიქრობ რომ ქალბატონი ვერიკო თამაშობდა მარიამ სტუარტს მეც ვითამაშე მარიამ სტუარტი ქალბატონი მედიკო ცნობილი მედეა მეც ვითამაშე მედეა მე კიდე იყო ერთი მომენტი მაგრამ იმ ეტაპზე მე ვთქვი რომ არა ახლა ვერ ვითამაშებ თქო სხვათა შორის აი ის იფსენის მოჩვენებაში უნდა და ერთ რეჟისორს დადგმა რუსთავის თეატრში და ამ გთხოვეთ კიდე ახლა რა ცოტა მე მეთქი რაღაც მივხვდი რომ რაღაცა არ მინდოდა ესეთი მძიმე როლის თამაში იმ პერიოდში ასე რომ ეს რატო ვახსენე რომ ისეთი როლები საკმაოდ მადლობელი ვარ რეჟისორების ბერნარდა ალბასა ბერნარდა და მანამდე აღარ ჩამოთვლი შექსპირის პიესებშიც და თქვენ ამიტომ გპასუხობთ იმაზე რომ უკვე დიდი მადლობა მე იმ რეჟისორებს ბედის წერასაც რომ აი ესეთი საშუალებები მომცეს რომ აი ესეთი როლები მე გამესახიერებია მე არ ვამბობ ზოგი შეიძლება კარგად ზოგი ისე არც ისე კარგად და ასე შემდეგ მაგრამ ფაქტია რომ მე ამ საშუალება მომეცა და ფაქტია რომ ყველა კარგად მარინა კი ეს ხო მესმის ეს თავდაბლობა კაია მაგრამ უნდა ვთქვათ რომ მარინა კახიანის მიერ ნათამაშები როლი დაწუნებული საზოგადოებას არ ახსოვს. მადლობა, დიდი მადლობა თქვენ. და თუ არის ახლა მე მგონი ვერიკოს თეატრი კიდე აპირებს ახლა ხო პრემიერას თუ მეშლება. იცით რა მე ვიცი რომ რაღაცები მზადება, ახალგაზრდა რეჟისორები ამზადებენ სპექტაკლებს და ალბათ ახლო მომავალში ეს პრემიერები შედგება და ჩვენიც როგორც ამბობენ აუცილებლად ალბათ ასე ვთქვათ აღვადგეთ და ნუ აღვადგეთ რა საერთოდ არა კი იქნება საერთოდ თან ძალიან ბევრჯერ იქნება ნუ ახლა დაინერგა ჩაიდო პროგრამაში და ეს მუდმივად იტრიალებს მოდით ასე ვთქვათ ალბათ ასე რომ კიდევ ერთხელ მინდა ძალიან დიდი მადლობა გადაუხადო აი ამ ულამაზესი წარმოდგენისთვის კულტურის სამინისტროს საქართველოს თეატრალურ საზოგადოებას ნიკუშა შენგელაიას მარინა კახიანს ზურა ყიფშიძეს დათო ევგენიძეს თავისი ბენდის თანხლებით ქორეოგრაფიის ახალ პროფესიულ თეატრს გვანცა ლაზარაშვილს და მის გოგონებს და ყველა იმ ადამიანს, ვინც აღფრთოვანებული გამოდიოდა სპექტაკლიდან და ფეხზე დამდგარი 5, 7, 10 წუთის განმავლობაში არ დაუტოვებია დარბაზი. მარინა კახიანს კი განსაკუთრებული მადლობა იმისთვის. მე მაპატიეთ რეჟისორს გიორგი სიხარულიძეს. მარინა კახიანს კი ძალიან დიდი მადლობა დღეს რომ იყავით მადლობთ მარინა რა თქმა უნდა ჩემ პარტნიორ ზურას რომელიც ჩვენ დაახლოებით 25 წლის წინ ფილმში გადავიღეთ ბატონი კახაბრიშვილის ფილმი იყო ძალიან საინტერესო ისეთი ცოტა უცნაურიც სადაც მე და ბატონი ზურა თამაშობდით მთავარ როლებს და ეს ძალიან სასიამოვნო პროცესი იყო მაშინ მუშაობის და ძალიან მიხარია რომ ვიხსენებ ხა იმ პროცესს და უკაცრავად შემდეგ უნდა რაღაცნაირად ყოფილიყო კიდე პროექტი და ვერ შედგა და ეხლა შედგა კი იყო ეგეთი მომენტი და ახლა შედგა აი ამ ხელა პაუზის მერე და მე ძალიან ბედნიერი ვარ ზურა ბატონი ზურა ძალიან
სერიოზული და ძალიან კარგი მსახიობია და ჩემი თაობის გოგონებისთვის ბატონი ზურა იყო. ნამდვილად. დიახ, რაღაცა. მე მახსოვს როცა აყვავდა ნუში ჩემი ხო ბავშვობის დროინდელი ფანტასტიკური არტისტები და მაშინ გამომწყინდა ზუსტად ბატონი ზურა. მე მახსოვს რაიკომის მდივანში ხო ერთი ციცქნა როლი აქვს ბიბლიოთეკარი რომ მიდის და მაშინ აქვს ნათქვამი რეზო ჩხეიძეს თქვენ ნახეთ ამისგან რა მსახიობი როგორი მსახიობი დადგება მაშინ ზურა ძალიან პატარა იყო და მართლაც დადგა ძალიან დიდი მადლობა მარინა გისურვებთ წარმატებებს ყველა სფეროში ზურა ყიფშიძეს უსურვებთ გამოჯანმრთელებას პატარა გაცება რომელიც ძალიან მალე გაივლის თქვენ დიდი მადლობა ყველას ვინც გვიყურეთ და გვისმინეთ მე მომავალ პარასკევამდე გემშვიდობებით ნახვამდის